სალამი ჩემო კარგებო, ჩემო საყვარელო ქართველებო. მე მინდა დავიწყო პოლიტიკური მდგომარეობის მიმოხილვა. იმით რომ სოფლიო დუხს ადუღდა სოფლიოში იმდენი კონფლიქტები წარმოიშვა, რომ ტრამპი ამბობდა მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტიო, არ დაიწყებოდა უკრაინის კონფლიქტი. არა და თვითონ რომაა პრეზიდენტი რამოდენიმე საომარი კერა გაჩნდა. რამოდენიმე საომარი კერა. აქეთ თუ კი სადმე გაყინული კონფლიქტი იყო, ყველამ დაიწყო რაღაცა მოძრაობა და ის რა ქვია, თავის სასარგებლოდ მუშაობა. მაგრამ თავარი დაპირისპირება არის ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის, აგრეთვე ჩინეთსა და ტაივანს შორის, მაგრამ ეს ტაივანის და ჩინეთის დაპირისპირება, ტაივანი ვერაფერს ვერ იზამდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. სინამდვილეში ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის დაპირისპირება. რადგან ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა, ამერიკა და მთელი ეს კაპიტალისტური სამყარო ჩინეთს ეომებოდა და რუსეთიც კაპიტალისტური იყო აქამდე, მაგრამ ახლა შეიცვალა ძალიან, შეიცვალა როგორც ბელარუსიაშია, ისე იქნება მალე რუსეთში. მოვიდა იქ ბელაუსოვი და მაგარ იმას იმაშობა, რა ქვია, უნდა გადაყვანა, ესე იგი სახელმწიფო იმაში, რა ქვია, ყველა ობიექტები, ესე იგი კვების ობიექტებით სახელმწიფო იმაში გადადის. რუსეთისა და ჩინეთის თავარი მტერია ამერიკული deep state. თვითონ ამერიკელი ხალხი, არა, ამერიკული deep state არის. სინამდვილეში მიმდინარეობს დაპირისპირება კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. უყურეთ ახლა, სოციალისტური ქვეყანა ხო იყო საბჭოთა კავშირი, დაიშალა, მაგრამ ვითომ გადავიდა კაპიტალისტურ წყობაზე, ახლა ისევ ბრუნდება სოციალისტურ წყობაზე. ხო, ისა ქვია, სინამდვილეში მინდა დაპირისპირება კაპიტალიზმს და სოციალიზმს შორის. უკვე გამოჩნდა ორი პოლუსი. თითქოს ერთი პოლუსია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და აზიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ეს არის კაპიტალისტური ქვეყნები იმაში, რა ქვია, აზიაში. ხო და აქეთ უკვე ახლა მეორე იმაში, რა ქვია, მეორე პოლუსში. რუსეთი, ჩინეთი ხო კომუნისტურია, სოციალისტური წყობა იგივე. ჩრდილოეთ კორეა სოციალისტური წყობა. შემდეგ რა ქვია, ბელარუსი და რუსეთი. რუსეთი ახლა დგება ბელარუსის იმაზე პოზიციაზე, რაც ბელარუსში არის, ისე იქნება მალე რუსეთში ყველაფერი. ევროკავშირში არის ისეთი ქვეყნები, უყურეთ, ევროკავშირში არის ისეთი ქვეყნები, რომლებიც ახალი მიღებულია ევროკავშირში. კაპიტალისტურმა სამყარომ არც თუ დიდი ხანია მიიღეს. ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ბალტიის სამი ქვეყანა და სერბეთი, იცით თქვენ ბელგრადი როგორ დაბომბეს და როგორ იქნეს, რა ქვია, გაასწორეს ბელგრადი და ძალით შეიყვანეს ევროკავშირში. ევროკავშირი და ნატოს ბლოკი იშლება. თვით ტრამპმა თქვა, განაცხადა ტრამპმა მაკრონის შესახებ. მაკრონი დღეს არისო, თორე ხვალე კი არ იქნებაო. ეს იმის მაგნიზია, რომ მარტო მაკრონზე კი არ იყო ლაპარაკი, სხვა ქვეყნებზეც იყო იქ ლაპარაკი. ხო. ხვალ შეიძლება არ იყოსო. ნატოს ბლოკი გამოიფიტა უკრაინაში ომით, ვერ სწრება მთელ მსოფლიოში ხომ არის ნატოს ძალები, ვერ ასწრა.
ვერ გასვთ ამდენი მას რა ქვია. რუსეთი წინ მიიწევს. რუსეთი კი წინ მიიწევს. ახლა ოდესას აიღებენ, ოდესა ბლოკირებული აქვენ ზღვის სანაპირო. და აიღებენ მალე ოდესას და გახსნიან სახმელეთო კორიდორს დნესტრისპირეთში. დნესტრისპირეთში უკვე რუსული რაკეტებია შესული. საიდან არ ვიცი მე, მაგრამ რუსული რაკეტები დააყენეს უკვე ცირკონები. ხო, შემდეგ ჩათვალეთ, რომ როცა დნესტრისპირეთში შევა რუსეთის ტექნიკა რა არის შესული, მაგრამ სულ სახმელეთო კორიდორი არაა გაჭრილი. თითქმის შემდეგ უკრაინა მოქცეული იქნება ალყაში იქნება სულ მოქცეული. ერთ ადგილას ექნება მარტო იმასთან რა ქვია ლვოვთან და იმასთან გასავალი. სხვაგან ჩაკეტილი იქნება. ხო, შეიძლება ხო დიდი ხანი არ დარჩენია უკრაინას. დიდი ხანი არ აქვს დარჩენილი უკრაინა. შეიძლება სულ გაქრეს როგორც ქვეყანა. სულ შეიძლება ადვილი შესაძლებელი გაქრეს როგორც ქვეყანა. რუსეთში მოხდა ოლიგარქების გამოვლენა. რუსეთში მაგარი წმენდა მიმდინარეობს რუსეთში. და ჩამოერთვათ ოლიგარქებს ძალიან დიდი თანხები და ქონებები, რომელი თანხების დაუბრუნდა ქვეყანას. ხო, რომელი თანხებითაც გაძლიერდა ქვეყანა. ეს თანხები ნაწილი ამ თანხების ტრილიონებზეა ლაპარაკი, ტრილიონ რუბლებზეა ლაპარაკი. ხო, ეს თანხები ნაწილი დარიგდა პენსიონერებზე. პენსიონერებს მიეცათ ერთჯერადი იგი რა ქვია თანხები. რაც ნიშნავს ხო, გარკვეული 30 მილიონი პენსიონერი ყოფილა. რუსეთში და 30 მილიონი პენსიონერზე განაწილდა თანხები და ხო, ყველა მათგანმა მიიღო გარკვეული თანხა. ხოლო ნაწილი ამ თანხების ამ ჩამორთმეული ქონებისა და იმის გაყიდეს ის ხო იახტები და ეგენი რომ ქონდათ ამ ოლიგარქებს. ხო და ნაწილი ამ ქონებისა გადაესროლეს, ნაწილი ამ თანხებისა გადაესროლეს ფრონტის გასაძლიერებლად. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში შეიცვლება წყობა. მალე სოციალისტური წყობა იქნება რუსეთში. ისე როგორც ბელარუსიაში არის წყობა, ისეთი გახდება. ანუ სოციალისტური წყობა გაიმარჯვებს. და ადვილი შესაძლებელია ისევ შეიქმნას საბჭოთა კავშირი არ იქნება ევრაზიის საბჭო უკვე სხვა არის, მაგრამ შეიძლება ესეც დარჩეს. საბჭოთა კავშირი ორი, ევრაზიული კავშირი დაერთმება, მაგრამ იგივე საბჭოთა კავშირი ორი არის ეს. რადგან ბელარუსიაში არის სოციალისტური წყობის მომხრე, რადგან ბელარუსი არის სოციალისტური წყობის მომხრე. 5 ყოფილი რესპუბლიკა, საბჭოთა რესპუბლიკამ უკვე გამოაჩინა თავისი პოზიცია. ბელარუსმა ხომ არის ბელარუსიდან რუსეთი აქამდეც იყო კავშირში. ყაზახეთი დაემატა ამას, ყირგიზეთი დაემატა, ტაჯიკეთი დაემატა და უზბეკეთი. შემდეგ ამ კავშირს, ანუ ოდეკაბეს დაემატება სომხეთი იყო ოდეკაბეში, მაგრამ მე გამოსვლას აპირებდა, მაგრამ ახლა ისევ დაემატება სომხეთი, რომელიც იყო ოდეკაბეში. ხოლო ეხლა სერბეთმა წაუყენა პრეტენზია ამას, ევროკავშირს, რომ სერბეთმა ახლა გადაწყვიტა ევროკავშირიდან გამოსვლა და ეგრეთ წოდებულ ოდეკაბეში შესვლა. ეს დიდ რაიმეს ნიშნავს. ამას აუცილებლად მიყვება მოლდოვა და თურქმენეთი. ჩემი აზრით, თუ კი რამე გამაჩნია და თუ კი რამე მაცოდნა გამაჩნია, უკრაინა როგორც ქვეყანა შეიძლება გაქრეს. შეიძლება გალიცია პოლონეთმა მიერთოს, თუ დაანება კიდე რუსეთმა, მაგრამ შეიძლება არ არის გამორიცხული გალიცია
პოლონეთმა მიერთოს. მაგრამ მე მგონი რუსეთი არ დაანებებს და დანარჩენი ტერიტორია აღმოჩნდეს რუსეთის შემადგენლობაში. ანუ მიერთოს რუსეთმა. რუსეთ-ნატოს შორის დაპირისპირება უკრაინაში დამთავრდება რუსეთის გამარჯვებით. ამის შემდეგ რუსეთი მიიცლის სხვა ყველა კონფლიქტებზე, განსაკუთრებით ამიერკავკასიაში. ის შუა აზიის რესპუბლიკები თითქმის ყველას უნდა შესვლა, თითქმის მას თურქმენისტანი პატარა იმაში ეჭვობს, მაგრამ ისიც შევა. ხო თავარი ისე და ამიერკავკასია იქნება რუსეთისთვის ამ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების რუსეთი-უკრაინის ომი კი არ არის ეს სინამდვილეში არის რუსეთ-ნატოს ომი და ეს რო დამთავრდება კონფლიქტი უკრაინაში შემდეგ რუსეთი მიიცლის ამიერკავკასიაში არის ისეთი ქვეყნები რომლებსაც უნდათ კავშირში შესვლა რომელსაც უნდათ ისეთი ქვეყნები არის რომელსაც უნდათ კავშირში შესვლა ეს ქვეყნებია მონღოლეთი, ირანიც, კუბა, ნიკარაგუა და ვენესუელაში სხვანაირი ვითამ რაღაცა პრეზიდენტი მოიტაცეს ამერიკელებმა და ის მაგრამ მე მგონი მაინც ებრძოლება ნიკარაგუა და ის ვენესუელა და ასე იოლად არ დათმობენ. ხო ისე იგი მონღოლეთი, ირანი, კუბა, ნიკარაგუა და ვენესუელა. ომის დამთავრების შემდეგ რუსეთი იძულებულს გახდის. აუყურო რომ დამთავრდება ომი, დნესტრისპირეთში ჯარ შეიყვანს, ხო და იძულებულს გახდის მოლდოვას, საქართველოს და სომხეთს და სამ ბალტიის ქვეყნებს შევიდეს კავშირში. თუ რუსეთმა ყარაბაღში, უყურეთ, თუ ყარაბაღში უნდა რუსეთს თავისი ჯარები შეყვანა, თუ რუსეთმა ყარაბაღში შეიყვანა თავისი ჯარი, მაშინ სომხეთიც შეუერთდება კავშირს იოლად. დარჩება ორი ქვეყანა, ერთი ერი, თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ვერ გაუძლებს ასეთი დიდი კავშირის ახლოს ყოფნას. და შეიძლება დათანხმდნენ რაღაც კავშირში შესვლას რუსეთთან, მაგალითად ასოცირებულ წევრად. ასე რომ სანამ გვიან არ არის დროზე შეხვდახდეს უნდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას და დაამყაროს ურთიერთობა. ტრამპი არ ამბობს, მაგრამ გულისხმობს კავკასია მას არ უთქვამს ასე, მაგრამ გულისხმობს, რომ კავკასია არ არის მისი ინტერესების სფერო. უბრალოდ, თუ კი რომელიმე პატარა ქვეყანა მაინც დააპირებს ტრამპის ინტერესებში შესვლას, ის უარს იტყვის. ახლა ვიმსჯელოთ საქართველოზე. თუ საქართველო უარს იტყვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერთებას ფედერაციის სახით, მაშინ აშშ თუ უარს იტყვის, თუ მოიცილებს აფხაზეთის და იმის და თუ აღიარებს იმას, არა ან რუსეთის ფედერაციის წევრად, ან ცალკე ქვეყნად, მაშინ შეიძლება ამერიკის იურისდიქციაში შესვლას დააპირებს, მაგრამ ისმის კითხვა, რუსეთი დათანხმდება ამაზე, ჩემი აზრით არ დათანხმდება და შეიძლება დაიწყოს კონფლიქტი. გვაწყობს კი კონფლიქტი და ომი რუსეთთან ქართველ ხალხს, როცა 1 მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. რაც არ უნდა იფაფხუროს. ამ ხელისუფლებამ ბოლოს მაინც მოუწევს რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება. თუ არ გაითვალისწინებს ამ ფაქტორს, საქართველოს ხელისუფლება და დაიწყებს პროვოკაციას რუსეთის წინააღმდეგ, როგორც სააკაშვილმა დაიწყო ომი, რუსეთს საქართველო ვერ გაუმკლავდება,
მაგალითი მაინც გაიზიარეთ შეხედეთ უკრაინა რუსეთის მაგალითი დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლება არის დიდარი ხალხისაგან შემდგარი ჯგუფი დიდარი ხალხისაგან ხელისუფლება და პარლამენტის და დიდარი ხალხის ჯგუფი არის რომელთაც უნდა თავიანთი ქონების გამრავლება და ყველა კორუფციაში არის გახვეული ყველა კორუფციონერი არის რასაც თვითონ განაცხადეს თვითონ ერთი პრემიერ-მინისტრი კორუფციაში იყო მეორე ადრე კიდე ისე იყო აბა რატომ შეცვალა თუ არ იყო კორუფციაში ხო კორუფცია არის რაც თვითონ განაცხადა თვითონ აცხადებს ახლა რომ ღარიბაშვილი კორუფციაში იყო გახვეული აბა საიდან აღმოუჩინეს მილიონები აცხადებენ პროდუქციის ფასები უფრო ძვირიაო ვიდრე რომელიმე კაპიტალისტურ ქვეყანაშიო ლაპარაკი ერთია ლაპარაკი და თქმა ერთია ამის თქმა მაგრამ რას გააკეთებ იმისთვის რომ ფასები დაეცეს ან გაიყინოს ფასები ლაპარაკი ერთია მაგრამ საქმე მეორე უნდა იყოს ასე საქმე ლაპარაკის ნაცვლად ბოლო სულ ხომ არ იქნება ეს კორუმპირებული ხელისუფლება რუსეთშიც ასე ეგონათ ოლიგარქებს ასე ეგონათ რუსეთში მაგრამ ნახეთ რუსეთში რა ხდება რამდენი თანამდებობის პირი დაიჭირეს უმაღლესი თანამდებობის პირები ხოდა ჩამოართვეს ქონება ზოგმა მოინანია და ჩააბარა თავისი ნებით ყველაფერი ქონება და იგი და აპატიეს მაგრამ ისე სულ კი არ აპატიეს ისე რომ ისე ხელისუფლებაში დარჩეს იქნეს აქვია ხოდა უმეტესობა ციხეში გაუშვეს და ჩამოართვეს ყველაფერი ხო რუსეთშიც ასე ეგონათ ოლიგარქებს იპარპაშებდნენ მაგრამ ბელაუსოვმა ანდრეი რემიზე ბელაუსოვმა ბევრი ოლიგარქი ზოგი დაიჭირა ზოგსაც ჩამოართვეს მათი ქონება და მილიარდები დარწმუნებული ვარ რომ შემოვიდეს რუსეთის ჯარი საქართველოში უმეტესობა ქართველები არ იქნება წინააღმდეგი არ იქნება უმეტესობა ქართველები წინააღმდეგი რევოლუცია პირველად რუსეთში მოხდა რომელმაც შეინარჩუნა ხელისუფლება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია რომ მოხდა საქართველოსაც გადაედება ეს მოვლენები გინდა თუ არ გინდათ გადაედობა საქართველოს ის მოვლენები რაც რუსეთში ხდება იმიტომ ხალხს ამოუვიდა უკვე ყელში უკვე ეს ფასების მატება და ლაქლაკი ტყვილა რომ ეს ძვირია და იგი ძვირი რომ გააკეთო უნდა ხო ის ხო გადაედობა ეს მოვლენები რაც რუსეთში მიმდინარეობს საქართველოს პოლიტიკანები პოზიციას და ოპოზიციას ზოგი სულ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ ვითამ მეტი სალაპარაკო არაა საქართველოში იმას კი არ ამბობენ რა ხდება სოციალურ სფეროში რა ხდება ეკიპთან ერთი კონსულტაცია 70 ლარი გახდა ჩემმა ოჯახმა თვითონ იქნა წავიყვანეთ სამანტყოფოში მეუღლე და 65 ლარი გადაიხადა რა გააკლია 5 ლარი წამლები რამოდენიმეჯერ ძვირია ვიდრე რომელიმე ქვეყანაში მაგალითად ვიდრე თურქეთში ვიდრე რუსეთში ვიდრე ევროპაში და ამ აფთიაქებისა და მაღაზიების მეპატრონები ყველა ხელისუფლებაშია ან ხელისუფლებასთან კავშირში არიან აძვირებენ თვითონ აძვირებენ და ლაპარაკობენ ძვირიაო თვითონ აძვირებენ და ლაპარაკობენ ძვირიაო ეს მაღაზიათა ქსელები რომ ყველა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული ხო ამბობენ ძვირიაო ვითომ მე და ჩემი სტანები ვიყოთ დამნაშავე ამ გაძვირებაში და ხო რომ გაძვირებულია ყველაფერი
თქვენ გულში ჩაიხედეთ. აზვირებენ ყველაფერს, შემდეგ გააზვირებენ ყველაფერს, გააზვირებენ, შემდეგ ვიღაცას დააბრალებენ ერთ პრემიერ-მინისტრს, ვითამ მოხსნიან, გაუშვებენ იმას და კატათაგობიას თამაშობენ. ასე არ გამოვა. ხალხი ყველაფერს ხვდება, მაგრამ თუ ვინმე გამოვა და ამხელს ამ ყველაფერს ან მოისყიდიან, ან გააჩუმებენ. ყოველგვარი პოლიტიკური უკმაყოფილება, დაიმახსოვრეთ ეს. ყოველგვარი პოლიტიკური უკმაყოფილება წარმოიშობა ეკონომიური არათანაბარი მდგომარეობით. თანაბარი მდგომარეობა რომ იყოს საქართველოში ეკონომიური, არ იქნებოდა ამდენი პრობლემები. ეხლა ისევ პოლიტიკაზე მოვისმინე ვიდეო ბლოგი, რომ რუსული რაკეტები უკვე დრესნისპირეთში არის. ასევე ირანმა შექმნა ატომური ბომბი. ატომური ბომბი შექმნა უკვე, რომ იმაში მოდენ, რა ქვია, რომ ნევრიულობდა ევროკავშირი და რუსეთი. რუსეთის დახმარებით. რუსეთი აკონტროლებს იმ ატომურ ბომბის იმას, სადაც მზადდება და იმ. რუსეთის ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი ევრაზიის კავშირში შედის. საბჭოთა კავშირმა დაამარცხა ფაშიზმი და ევროპა გადაარჩინა დამონებას. ეს ტრამპმა უთხრა, ტრამპის და ალიევის დისკუსია რო იყო, იმაშინ უთხრა, იმან რა ქვია, ტრამპმა. ხო. საბჭოთა კავშირმა დაამარცხა ფაშიზმი, ევროპა გადაარჩინა დამონებას. მაგრამ გავიდა დრო და ისევ წამოყვეს თავი ფაშისტების ნაშიერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენებმა და კაია კალასებმა. გაეროს ხომაზე ლავროვმა ყველას მიუჩინა თავისი ადგილი და დასვა ადგილზე. შეიქმნა მშვიდობის საბჭო. ახლა ახალი გაეროს მაგივრად იქნება, ტრამპი არის ამის იგი რა ქვია ინიციატორი, შეიქმნა მშვიდობის საბჭო. значит, ხო, ვაშინგტონი, მოსკოვი, პეკინი, ტრამპის ინიციატივით. ეხლა ვისმენ საქართველოში ბლოგერები რომ არიან და რომ არიან, ვისმენ პატა აბულაძის გადაცემებს. რა გულით ლაპარაკობს ეს კაცი, რა გულიან ამდენ პოლიტიკოსებს უსმენ და ასეთი პატრიოტი ადამიანი ჯერ არ მინახავს. ამდენ ვიდეო ბლოგებს, ყველა ვიდეო ბლოგებს ვისმენ მე, პოლიტიკოსების და იმის რა ქვია, ისტორიკოსების და ასეთი ანალიზი ყველა სიტყვაში ვეთანხმები, რასაც ლაპარაკობს უბრალოდ, მაგრამ ძალიან გასაგებად. აი ასეთი უნდა ქართველი კაცი, ასეთი გაგებული. რუსეთის ქოლგის ქვეშ, რუსეთის ქოლგის გარეშე საქართველოს წესიერი და პატიოსანი მოსახლეობა განწირულია. ეს დიდარი ხალხი, მილიარდერები და ეროვნება გაიქცევიან კიდე ხო და საქართველოს განწირულია, ესე იგი რუსეთის ქოლგის გარეშე. საქართველოშიც უნდა ერთი ისეთი კაცი, როგორც ანდრეი ბელაუსოვია და ყველაფერი დალაგდება. გისურვებთ კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი. კარგად ბრძანდებოდეთ.